ჩავარდე. კარგე. ეხლა ჩავარდე. მაგარები. მოგესალმებით, დღეს უწყვეტი პროტესტის 151 დღეა და სიახლე, რითაც მინდა დავიწყო დღევანდელი ლაივი ეხება სანქციებს, ამჯერად პოლონურ სანქციებს. პოლონეთმა დაასანქცირა 8 ქართველი პოლიციელი, 8 ქართველი სამართალდამცავი. ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, იქ სადაც 151 დღეა ტრადიციულად იკრიბებიან პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები და გამოხატავენ თავიანთ უწყვეტ პროტესტს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ცხოვრობთ მზარდი რეპრესიების ხანაში, როდესაც სახელმწიფო კანონზე იღებს, რომელი კანონითაც ზღუდავენ თავისუფალ ადამიანებს და თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს. პირველ ეტაპზე ვისაუბრებ პოლონური სანქციების შესახებ, სანამ უშუალოდ აქციის მონაწილეებს გავესაუბრები. როგორც უკვე გითხარით, პოლონეთმა დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცავს, როგორც განცხადებაშია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს პოლიციელები არიან პასუხისმგებელნი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე. ჯერჯერობით არ არის ჩაშლილი ვინ არიან ისინი, ანუ მათი სახელები და გვარები არ არის ცნობილი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2 დღის წინ ლიტვამაც დაასანქცირა, ლიტვამაც დაასანქცირა და თან გამოაქვეყნა სახელობითი სია 122 საქართველოს 122 მოქალაქეა ლიტვის მიერ გამოქვეყნებულ სანქციების სიაში, შესაძლოა პოლონეთმაც მიბაძოს და სახელობითი სია გამოაქვეყნოს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოში საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს. დღესვე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გავრცელა განცხადება, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში მედია გარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის იქმნება ძალადობრივი და საფრთხის შემცველი გარემო. ჟურნალისტების მუშაობა საქართველოში აღარ არის უსაფრთხო. აქ ხედავ თემურ გორგაძეს, გამარჯობა ბატონო თემურ, ამ ხარეს რო ჩაგწეროთ, მინდა გკითხოთ პირველ რიგში პროტესტთან დაკავშირებით 151 დღეა, 151 დღის წინ წარმოიდგინეთ, რომ თუნდაც ბათუმში 151 დღის განმავლობაში აღმოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჯიუტად უწყვეტად გამოვიდიოდნენ და საკუთარ ევროპულ მომავალს დაიცავდნენ. ეცი რა გუწყვეტობით მე არც ის მეგონა რომ ეს რუსები ამდენ ხანს კაცნებდნენ, ოღონდ მართლა გუწყვეტად რომ მეორე მხრივ რო შევხედა შვილზე რო არ ვილაპარაკო და საკუთარ თავზე რო ვილაპარაკო, რავი, საღამო რო გახდება სადღაც 8 საათისკენ, ვერ ვძლებ, ვერ ვჩერდები, ვერ სიმხავ, მიწევს გინდა თუ არა
გარეთ გამოსვლა მარტივი მიზეზის გამო, ანუ ეს ის არის ისი გაკეთებაც შემიძლია ამ კონკრეტულ მომენტისთვის სხვა რაღაცებთან ერთად ალბათ, მაგრამ ეს არის ძალიან მინიმალური, მე არ მესმის, მართლა გულწრფელად არ მესმის იმ ადამიანების, ვინც რაღაცა ზიანს სახში და მათთვის რაღაცა 20 დღე მოიდებდეს და მე დამთავრდა ყველაფერი. ანუ აღარ ყავს რუსეთის ხელისუფლებაში, აღარ არის რაღაცა ეს ბანდიტები ამ ქვეყანაში. აღარ ვარ დიდი რეალობაში. ხო, ჩემთვის არაფერი არ შეცვლა, ამიტომ ძალიან მეეჭვება რომ რამე სხვანაირად გავაკეთო, სანამ ეს მდგომარეობაში ვიქნები და ალბათ მალე ანუ ვიღაცები სავარაუდოდ შეეგვიდნენ, ვიღაცები ალბათ შეეგვიებიან მომავალში, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენია სხვანაირად ცხოვრება, დიდი ხანია, რავი, კარგა ხანია, რეალურად ცხოვრება აღარ მაქვს პრაქტიკულად, იმიტომ ვერ ვცხოვრობ, ანუ დილას რო ვიღვიძებ, პირველი რაც მახსენდება არის ის, რომ რაღაცა ჩეჩნეთის მაგვარი სახელმწიფოში შეიძლება იცხოვროს. ჩემმა შვილმა მე ნახევარცხოვრო მაინც გავატარე, არა უშავს ასეთი ისე რაღაცა მეორე ნახევარსაც, დიდად არასდროს არ მოხსებია კარგ ქვეყანაში ცხოვრება, მეორე ნახევარსაც ჩუჩის ვიცხოვრებ, მაგრამ იმაზე ფიქრი რომ ჩემთვისაც შეიძლება მოუწიოს ისეთ საზიზღარ სისტემაში ცხოვრება, სადაც რაღაცა რავი კადიროვის მაგვარი ვიღაცა გვარად რავი რამიშვილმა მაგვარი იქნება იბლატავებს და არ იქნება ანალი კანონი, რაღაცა არაფერი არ იქნება ნორმალური. ხო, ძალიან ვერ ვსულხავ ხოლმე და მიწევს გინდა თუ არა რომ გამოვიდე და რაღაც გავაკეთო და რავი, მგონია რომ ადამიანებსაც აქვთ ალბათ პროტესტი, მაგრამ სავარაუდოდ რაღაცები ჩუმად არიან, იმიტომ რომ ეშინიათ ეს ბუნებრივი ამბავი არის შეეშინდა. ხო, მოუწევთ, ანუ ჩვენ ყველა ვარიანტში გავიმარჯვებთ. ეჭვის ან მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და რუსებს მოუწილებთ, რომ სამწუხარო ამბავი არის ის, რომ ეს გამარჯვება სისხლის ფასად დაგვიждდება თუ მანამ სანამ სისხლის დამჭირება მანამდე ცოტა სწრაფად ვიზამთ. აი ეს არის აქ გადასაწყვეტი. საქართველოს გაუძლო საბჭოთა რეჟიმებსაც, ბევრად ამაზე საზიზღარ და ბევრად ჭკვიან რეჟიმებსაც, მათ შორის რა თემურლენგის შემოსევები გადაიტანა ამერმა და ეხლა ვიღაც ყობახიძის შემოსევა რა. 8 ქართველი სამართალდამცავი დაასანქცირა დღეს პოლონეთმა, კონკრეტულად აუკრძალა მათ ქვეყანაში შესვლა. თქვენი აზრით ეს რამდენად არის შედეგი ამ უწყვეტი პროტესტის და იმის, რომ ქართველი ხალხი არჩვენებს თავის მტკიცე ნებას, რომ ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და რომ ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გრძელდება. იცით როგორ არის, აი 2024-ის არჩევნებამდე მე რაღაც პარტიის ნაწილშიც მიწევს ხოლმე ზოგჯერ რაღაცა უცხოელებთან კონტაქტი. უცხოელი ყველა აბსოლუტურად აი შარლ მიშელის ისტორია გვაქვს ჩვენ ამ ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ მაშინ დასავლეთიდან ვინც კი რაიმე კონტაქტზე გამოდიოდა, ყველა იძახდა იმას, რომ რაღაცა ინსტიტუტები გამოიყენეთ, არჩევნებით მოიშორეთ, რაღაცა მოდი ძალიან აზრიადებთ, და ეგეთი რუსებიც არ არიან და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში 2024 წლის არჩევნების შემდეგ კითხვა არ დაუსვამს ამ ქვეყანაში არავის, ვინც კი ოდესმე ჩამოვიდა, რომ ყველამ ძალიან მყაფიოდ და გასაგებად გაიგო, რომ ესენი არიან რუსები, ეს ხალხი არ არიან რაღაცა ქართველები, არც საქართველო არ იყო ევროპაში. ამის შედეგია მათ შორის ის, რომ თუ კი ჩვენ დასავლელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვეუბნებით, მათ შორის ამასაც გულწრფელად გეტყვით, თუ ყველა აქტორი, მათ შორის პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ერთხმად ეუბნება, რომ რა მაგალითად რუსეთი არის დასასანქცირებელი. ევროპელები კითხვას არ სვამენ, რატომ და არც იმას ამბობენ, რომ რაღაცა დაგვიმტკიცეთ, მოგვიტანეთ რაიმე ვიდეო მტკიცებულება, რომ მაგან მართლა რამე დააშავა და იწყება, რა ვიცი, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და საბოლოო ჯამში სრულდება ამერიკით და ყველას ასანქცირებენ, ვისთანაც ესეთი მიდგომა გვექნება. არსებობს რაღაც საკითხები, რომლებშიც გულწრფელად და ღიად ვთქვა, არსებობენ რაღაც პარტიები, მათ შორის გახარიას პარტია, რომელიც რაღაცებზე არ თანხმდება ხოლმე და როგორც ეგეთი საკითხი ჩნდება, ეგრევე დასავლეთი იქ აჩერებს იმ ხალხს და იწყება რაღაცა გრძელვადიანი დასავლური ბიუროკრატიული პროცესები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ციფრი არ მახსოვს პირველად გითხრათ, მაგრამ სადღაც 70-80-მდე რუსული ოცნების ბანდიტი არის დასანქცირებული ამ ქვეყანაში. ჩვენ წარმოიდგინეთ ქვეყანა ჩვენ ადრე რო გავიგონებდით რომ რაღაცა ირანი დასანქცირდა, ირანელები დასანქცირდა, ბელარუსები დასანქცირდა, ვიკვირ და გაოცებული ვიყავით ხოლმე და მივიღეთ ისე რომ ჩვენები დასანქცირდა. შანსი არ არის, გამორიცხული არის რომ ესე ჩვენ ვიცოცხლოთ ქართულმა ერმანიკო როკ. რავი,
შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო და რო გადააყენეს ეს ჯერ გადაუყენებინა რო ვაფიქრე. ავე ამერიკის დასანქციონებული არის, ბრიტანეთის დასანქციონებული. ვახტანგ გომელაურს გულისხმობთ, რომელიც ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი. ჯერჯერობით არის, მაგრამ როგორც დადასტურებულადაც უკვე ეცნობილი გახდა სავარაუდოდ გადააყენეს. ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ხო, ანუ წორის ამბავი არის, მაგრამ საბოლოოდ დადასტურება ალბათ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყავთ მინისტრი, რომელიც ამერიკაში ვერ მიდის, ბრიტანეთში ვერ მიდის, ევროკავშირის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მიდის და რა ვიცი, ამ ქვეყანაზე, ამ დედამიწაზე, პლანეტაზე გამარჯვებას არ ეუბნება არავინ გარდა ჰამასისა, ჰეზბოლასა, ირანისა, რაღაცა ვანუატუსი და ტუვალუსი. ანუ ეს არსებობა ხო შეუძლებელია, ეს ქვეყანა ხო ესე ვერ არსებობს, ანუ გამორიცხულია ჩვენ არ დამარცხეთ. კი, ეგრე ჩანს შორედან ეგრე თამაშობენ კოცები, რომ აი არ შეშენია სანქციების არაფერი, ისე კარგადაც ეშინიათ, ისე კარგადაც მოქმედებს. უბრალოდ სქავსი რეჟიმები, აი რაღაცა ნელა არინგრევა ხოლმე. ბევრჯერ მაგის მაგალითი სავარაუდოდ ესეთერშიც კი მოყვანილი, რომ რა ვიცი, ბაშარ ასადმა ხვალ ხონდა მინისტრთა საბჭოს შეხვედრა ჩანიშნული და მინისტრები შეხვედრაზე მივიდნენ და ასადი გაფრინდა. ეგეთი რეალობა ვიცით ძალიან ბევრი. ჩემი მაგაცი მიყვებოდა ხოლმე მეგობარი ერთი, რომ აბაშიძე აქედა რო გაფრინდა, სანამ მოსკოვში ჩაფრინდებოდა, მანამდე გვიტყამდნენ აქ მათი მესტუმრები, იმიტომ რომ არ იცოდნენ რომ აბაშიძე წასული იყო და რო გაიგესო ჩაფრინდაო, მე გააგდეს ჩვენი ცილა. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ვიძინა რომ გაფრინდება, სავარაუდოდ დინარაძე გაიგებს, რომ რო ჩაფრინდება და იქიდან ლაივ ჩართოს მაშინ. მაგრამ მანამდე ეგენი სულ იქნებიან იმ დოხზე, რომ რაღაცა ჩვენ კარგად ვართ, არაფერი არ მოხდეს, გამორიცხულია ეს ქვეყანა, ვერ მიებნება სხვა ვერაფერ სისტემას, დასავლური ცივილიზაციის გარდა ვერ მიებნება და მოუწევთ ყველა ვარიანტში, რომ რამენერად დასავლეთმა უფრო აქტიურად მოქმედოს დასავლური ცივილიზაციაში, მათ შორის და ევროკავშირი არის მისხმობა, მათ შორის ამერიკაში გულისხმობა და მოუწევთ ყველა ვარიანტში, რომ ჩვენს ქართველმა ერმაც დღეს იმათ ხვალ იმათ უზე, რა ვიცი, დღეს გუშინ წინ იყო დავით გოიაშვილი რომ გაათავისუფლეს და ვიღაცაებმა დადვეს განცხადება, რომ როგორ მხარს უჭერდა კალაძეს თავის დროს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ყველა ზიანდება, ანუ ცუდ ქვეყანაში რაღაცა ტროტუარი რო არ არის კარგად გაკეთებული, ან სახურავიდან ქვა რო ვარდება, მოიცა ქოთს არ დავეცი და ნაც დავეცი, ეგრე არ ხდება. ანუ ის ყველა ვარიანტი, ჰაერს რო ნოსავთ, ცუდ წყალი რო გვაქვს, ცუდი და რაღაცა უამრავი რაღაცა რო გვაქვს, ცუდი, ის ცუდი არ არჩევს ქოთს და ნაც და ვიღაცას ყვას. ამიტომ საბოლოო ჯამში მოგვიწევს ყველას ერთად, რომ შევცვალოთ ეს ქვეყანა და არ ვიყოთ რუსეთი. რუსეთი არა, უბრალოდ ჩეჩნეთის რაღაცა მაგვარი ისა. კი, მოვიგეთ ჩვენ ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ როდის არის. დიდი მადლობა, ეს იყო თემურ გორგაძე, რომელიც საუბრობდა პროტესტზე და მე ვხედავ ახალგაზრდებს და მათ მინდა ვკითხო, შეიძლება ვკითხოთ, არა, გამარჯობა, შეიძლება ვკითხოთ, რა გაძლევთ ხოლმე მოტივაციას საღამოობით აქ გამოსასვლელად. მე მახსოვს 28 ნოემბერს გასულ წელს, როდესაც ეს აქციები დაიწყო, იყო ხალხმრავალი, ეხლა ფაქტია რომ შემცირებულია, თუმცა ჯიუტად გამოდიხართ მაინც და დგახართ აქ. რა არის ხოლმე თქვენი მოტივაცია სახლიდან გამოსვლა? მოტივაცია რა თქმა უნდა პირველ რიგში არის ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის ნახელი მომავალი და ისტორიული არჩევანი, რომელიც გვაქვს. და ამას ემატება რა თქმა უნდა სინდისის პარტნიორების გათავისუფლება, ეს მოთხოვნა უცვლელი დარჩება და ახალი არჩევანი. ჩვენ იქამდე ვიბრძოლებთ და იქამდე ვიქნებით, სანამ ქართული ოცნება არ წამოვა დათმობებს და იმას არ გააკეთებს, რაც ჩვენ გვინდა და რასაც ვიმსახურებთ. შესაბამისად, ამ ბრძოლაში ჩანადება ჩვენ არ ვაპირებთ. აუცილებლად მოვაკავებთ. თქვენი სახელი და გვარი? გიორგი, სტუდენტი ხარ და საქმეობილი? სტუდენტი ვარ და ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული წარმომადგენელი. დიდი მადლობა, ეს იყო გიორგი გურული, გამარჯობა, თქვენს გკითხავთ, გამარჯობა, თქვენს გკითხავთ, რა გაძლევთ ხოლმე მოტივაციას აქ მოსასვლელად და თქვენი წვლილის შესატანად საერთო სახალხო პროტესტში. მოტივაციას ძალიან დიდი ისტორია მოყოლებული ისეთი გვებძვის. ხო, სამწუხაროდ ამჟამინდელი ხელისუფლებაც ისული არის, მაგრამ ჩვენ იმეც არ ვკარგავთ, რომ შევცვლით ამ ყოველივეს. ჩვენ ერთად დგომით და რაღაცნაირად ჯილუტად რო ვაგრძელებთ პროტესტს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და როგორც მარია რესას წიგნში არის ერთ-ერთი ციტატა, მართალია შეიძლება იყო ძალიან იხილისწულ განწყობაზე
ძალიან რაღაცნაირად უემოციოდ თითქოს რაღაცნაირად დაღლილი, მაგრამ თავარი არის ის, რომ ბრძოლა არ შეწყვიტაო და ჩვენ კი გულწრფელად რო ვთქვა, აი კაცებისგან განსხვავებით, ჩვენ მართლა რაღაც ადამიანები ვართ და ადამიანებს გვახასიათებს დაღლა. მაგრამ ჩვენ საკუთარ თავებს, ჩვენი მორალი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავუკვირდეთ და სწორედ ეს არის мотиваცია. мотиваცია იმის, რომ გავთავისუფლოთ ჩვენი სინგლის პატიმრები, იმიტომ რომ არ არსებობს წუთი, არ არსებობს დღე, როდესაც ჩვენი სინგლის პატიმრებზე არ ვიფიქრება. და ალბათ მთელი საქართველო ესე სწორ მხარეს ვინც დგას ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. უსურვებ ყველა პოლიტიკმარს ძალიან მალე შემოგვიერთდნენ და ვიმეტოვნებ, რომ ისე ქვეყანას დავახვედრებთ, როგორიც მათ უნდათ. მადლობა, ეს იყო თეო ბერიძე. გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ, გამარჯობა. გკითხავთ დღეს თქვენი мотиваცია რა არის ხოლმე, როდესაც პროტესტზე გამოდიხართ საღამოობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს? мотиваცია როგორც არის ევროპა და ამჟამად კიდევ ესეთი მოთხოვნა რაც დაგმომა პოლიტიკატინების გათავისუფლება ძირითადად შემთხვევაში мотиваციაზე როდესაც ყოველდღურად ხედავთ სასამართლოს და ამაღლების სასამართლოს დავინახეთ, ცხადია რომ ეს რაღაც დადგმული სცენაა და მოწვეული არიან მაგალითად პოლიციები, რომლებიც უბენაც რომ მოწვევთ ეს ჩვენ გვაწუხებს და ამის გამო გამოდივართ რომ დავაფიქროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ღირსეული მომავალი. დიდი მადლობა. ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. როგორც უკვე გითხარით, უწყვეტი პროტესტი 151 დღეა. 151 დღეა. გამარჯობა, ირაკლი ირემაძე შემოუერთდა დღეს ბათუმში პროტესტს ისტორიკოსი. ირაკლი, ბოლო ინფორმაცია რაც გავრცელდა დღეს საღამოს არის ის, რომ პოლონური სანქციები გამოჩნდა, ასე რომ ვთქვათ, 8 ქართველი პოლიციელი დაასანქცირა აქციის მონაწილეების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის გამო და აქციის დარბევების გამო. დავიწყოთ სანქციებით, როგორ მუშაობს ეს და რა გავლენა აქვს პროტესტის მუხტზე. სანქციები დაამნიშნავენ დანამატია, მაგრამ რეალურად ის არის დანამატი და არა ძირითადი საკითხი. არის პროტესტი, მისი ხანგრძლივობა, მისი გამძლეობა, იმიტომ რომ 140 დღე არის მარტივი ამბავი. ძალიან ბევრი ხალხი გამოდის მან არის ისე ბევრი, მაგრამ თავარია რომ ეს გრძელდება და ამის დანამატი შეიძლება იყოს სანქციები, მინიმალური სანქციები, დასაწყისში არ ცხადდებოდა რომ ეს იყო ჯილდო. ბოლოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე ომის მეთოდი, ანუ აღარ ყოფილა ჯილდო, არამედ ყოფილა ბრძოლის მეთოდი. თუმცა სიგარეტად მოლოდინი არის უფრო მეტის, პროტესტული სანქციების და უფრო მასშტაბური, არ არის ის პოლიციელების, არამედ მათი შეფების, რომელთა უმეტესი ნაწილი სანქცირებულია, მაგრამ უფრო ყოველწლიურად სანქციების და უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვათ იყოს რაღაცა გლობალური სანქციათა ქსელი და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გაიზრდება ამერიკის სანქციები არ ფართოვდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩვენი პოლიტიკური კლასისთვის ამერიკის სანქციებზე უფრო მტკივნეული არის ბრიტანული სანქციები. ეს ბრიტანული სანქციები კიდევ ერთი იმის ნიშნებელია, რომ მათ სავარაუდოდ აქვს რაღაც კონფლიქტი, რომელიც ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკებში თუ კუნძულებზე არის გადამალული და ეს ვიცოდი ჩვენ სხვადასხვა დროს პანამას ეიფერებიდან თუ სხვა საგამოძიებო უნივერსიტეტიდან თვითონ რეჟიმის ასე ვთქვათ სულიერ და ფინანსურ ლიდერსაც როგორ ქონდა გადამალული თავისუფლების დიდი ნაწილი და ამიტომ ამ კუთხით გაგრძელება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სანქციების, მაგრამ ისევ და ისევ ეს არ არის სანქციები არ არის რაღაცა ეს ძირითადი ბერკეტი, ეს არის მხოლოდ დამატებითი იმისთვის, რომ რაღაც გამოჩნდეს ერთის საერთაშორისო სოლიდარობა აქ მდინარე მოვლენების და დემოკრატიის მებრძოლი ხალხის მხარდაჭერისთვის და მეორესთვის ის, რომ ქვეყნის შიგნით არის სულ განვითარება და ამ პოლიციის ხელმძღვანელებს არ ამპასუხს არ თხოვს, მათ დაიკისრება საერთაშორისო სანქციები. აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ სანქციების პარალელურად ქვეყანაში მიდის რეპრესიები, ხო? განსაკუთრებით
განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ არიან პროევროპულად განწყობილი საჯარო მოხელეები, 700-ზე მეტი საჯარო მოხელეა უკვე გათავისუფლებული სხვადასხვა საჯარო უწყებიდან, მათ შორის გაათავისუფლეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და ძალიან ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებებიდან. რა გზავნი, რას ეთყოდით ამ საჯარო მოხელეებს, ერთი ეს და მეორე სახელმწიფო მმართველი პარტია რას ცდილობს აი ამ რეპრესიებს? მმართველი პარტია მიყვება იმ ლოგიკას, რითაც პრინციპში ვისარდება ხოლმე ავტორიტარული რეჟიმები, რითაც ყარდება და რითაც ხდება კონსოლიდაცია. რომ უფრო და უფრო უმატებს, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის აჩქარების აქსელერაციის ტემპები, ეს ჩანს ყველგან, ეს ჩანს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ეს ჩანს პროპაგანდისტულ მედიაში, ყოველდღიურ განცხადებაში და ეს არის პრინციპში ყოვლის მოცველი, ეს არ არის რაღაცა მხოლოდ ქუჩაში ძალადობა, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ისტორიის გადაწერა, რასაც ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე და ეს ისტორიის გადაწერა არ არის შემთხვევით, ეს ისტორიის გადაწერა არის სწორედ ამ რეპრესიების ჰიბრიდული ნაწილი, რომელიც არ არის მხოლოდ ზემანდელობაზე გათვლილი, არამედ გათვლილია კონსოლიდაციის შემდეგ, როგორც შეიძლება შეინარჩუნოს უკვე შემდეგ თაობები. ავტორიტარიზმი როგორც წესი, მხოლოდ ერთი დღისთვის არ ყარდება, მას აქვს ძელვადიანი, ასე ვთქვათ, გეგმები და ძელვადიანი გეგმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ეს ჰიბრიდული პროპაგანდა, მათ შორის ისტორიის გადაწერა, რაც გუშინებს ვიხილეთ, წინადადსაც ვიხილეთ და პოლიტიკების განმავლობაში აცხადებენ ღიად განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს და ალბათ გამოჩნდება რაღაც კატეგორია ამყოლების, მათ შორის პროფესორები და მასწავლებლების არაკეთის ინდუსტრია, რომელიც ამ გადაწერის პროცესში მიიღებენ. ეს საკითხია. მეორეა, რომ აი ამ რეპრესიების, ასე ვთქვათ, რეალური ყოველდღიური ხედვა და არა ჰიბრიდული განმზობადი გამოვლინება, ეს არის ის გათავისუფლება, სამწუხაროდ ეს გათავისუფლება გაიზრდება, ეს არ იქნება, სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, ეს გათავისუფლება გაიზრდება და ეს არ მოიცავს მხოლოდ იმ ხელმომწერებს, ეს მოიცავს შეიძლება ეს იყოს რაღაცა რიგითი უკმაყოფილების გამოწვევის შემდეგაც, იმიტომ რომ რეჟიმი, როგორც ასე ჯერიშორებს მათ ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, ღიად უპირისპირდება, შემდეგ კი იმ ჩუმ კადრებს და არა მხოლოდ ამ ჩუმ კადრებს, არამედ მათ, როგორც წესი, რეჟიმის ლოგიკა არის ის, რომ ვისაც, ასე ვთქვათ, ვისი ხელითაც ამ შეთანხმებას განახორციელებენ, შემდეგ ეტაპზე სწორედ ამათ გააჩნია, ის იქნება ის დეპარტამენტის ხელმძღვანელები თუ ასე შემდეგ, ვინც დღეს რეალურად არაყობს კანონს და ჯის იმ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ კონსტიტუციის სამუდამოდ. მე მინდა გკითხოთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, თქვენი აზრით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა გქონდეთ თუ არა ხედვა სწორედ ამ რეპრესირებული ადამიანების მიმართ უფრო სწორად და ეს ხედვა უნდა იყოს თუ არა უკვე საჯარო და ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში როგორი იქნება დამოკიდებულება გათავისუფლებული საჯარო ჩვენი პოსტიდან და ეს გამოვლინდა ბოლო წლების განმავლობაში, ამიტომ რაღაცა დიდი გეგმები აქვს. რეალურად ცვლილებები საზოგადოებისგან განხორციელდება და ასე შემდეგ. ის რომ რაღაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც კანონები იქნება გათხოვნილი და იქის ასე ვთქვათ, თავიანთი ფიზიოლოგიური დაჭრა, ეს გარდაუვალია, თუმცა რაღაც დიდი გეგმების დამყარება ჩვენ ნახებთ რეალურად ამ 6 თვის განმავლობაში, თითქმის განმავლობაში და მთელ საარჩევნო პერიოდში ხედავთ ჩვენ იმის ზორობას, რასაც ჩვენ ოპოზიციური ავლენდნენ სამწუხაროდ. და ამ კუთხით რომ რაღაცა მათ შეიძლება უფრო საერთაშორისო დონეზე იმოქმედონ შიდა დონეზე მოქმედების არეალს პრინციპში მეზობლად. და მინდა გკითხოთ, თქვენ ისტორიკოსი ხართ, ასევე ვიცი რომ იცნობთ 37 წლის რეპრესიებს, იცნობთ იმ ეპოქას, როდესაც ხდებოდა ხელოვანების და კულტურის დევნა. ჩვენ რასაც ხედავთ დღეს არის ის, რომ მაგალითად გუშინ გაათავისუფლეს დავით დოიაშვილი, დაიჭირეს მსახიობი, ასე ვთქვათ, მწერალთა სახლი ფაქტობრივად წაართვეს მწერლებს. რეპრესიები კულტურაში საჯარო მოხელების პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, ვინც ეს რეპრესიები საკუთარ თავზე მიიღო, არის ის ხალხი, ვინც ხელოვნების სხვადასხვა სფეროშია. რატომ ჭირდება ხელოვნების მოთვინიერება და დამორჩილება რეჟიმს
და როგორია ლოგიკა, ასე ვთქვათ, ისტორიული გამოცდილება, რაც გვეუბნება. ეს ხელოვნები სხვადასხვა ეპოქაში ყოველთვის იყო რაღაცა ძვალი, რომელიც ხელში შეჭირებოდა ხოლმე რეჟიმს. აი 20-იან წლებზე უფრო ნაკლებად ჩანა ეს ხელოვნების რაღაცა წინამდებობა საქართველოში ნაკლებად ჩანა 30-იან წლებში. პრინციპში ისინი იად არ ჩადნენ ამ წინამდებობაში, მაგრამ ეს იყო ერთგვარი კულტურული ბრძოლის ის რაც შემდეგ თქვა ბევრად მასშტაბურად შემიხილეთ ჩინეთში, ეგრეთ წოდებული კულტურული რევოლუციის, რომელიც ყველაფერს მათ შორის ხელოვნებასაც შეეხოდა ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლასაც, რაღაც გავსი მხოლოდ ხელოვნებაში იყო საწყის პერიოდში, არც ის საწყის პერიოდში, საბჭოთა კავშირში, საბჭოთა რეჟიმის დროს. ეს უბრალოდ ისე რეჟიმის ლოგიკიდან გამომდინარე, ვინც ებრძვის რეჟიმს, მას ხდება ყველაფერი მეტი. ასე თვალში ალბათ თავარი ჯგუფი, რომელმაც შეძლო კაფე ორგანიზებას წინადადების გაწევა, იყო ხელოვანები, თავიანთი დაფიქსით, თავიანთი ასტრები განვითარებული გაფრთხილებით, სოლიდარობით, თავიანთი დიდწილადად ერთიანობით, თუმცა რაღაცა ერთობა შედგა, თუმცა იქაც არ შემდგარა სრულად, მაგრამ სადღაც შედგა ეს ხელოვნები და სწორედ აქედან დაიწყეს ეს მასობრივი რეპრესიები. 20-30-იან წლებში კიდე ერთი საინტერესო მაგალითია. საბოლოოდ რეპრესიებს ემსხვერპლა ის ხელოვანები, რომლებიც საწყის ეტაპზე საბჭოთა ხელისუფლებასთან მეტნაკლებად თანამშრომლობდნენ. ამიტომ დღეს მაინც შვიდაც არც ის ხელოვანები უნდა იყვნენ, ვინც რეჟიმთან არიან გარიგებული, ან ხელს ითხოვენ მათგან, ჩვენგან ძალიან ახლოს არის თეატრი, რომელიც ასევე გამოირჩევა თავისი რეჟიმისადმი სულ მონურობით და რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების დევნით. ამიტომ თუ ჩვენ ნახავთ ვინ დაისაჯა 30-იან წლებში რეჟიმის მხრიდან და ვინ განადგურდა, აქ არ არიან მხოლოდ წინააღმდეგ ღიად პოლიტიკურ წინააღმდეგობაში ყოფილი ხალხი. აქ არიან ის ხალხი, რომელიც თვითონ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. და იგივეს თუ ნახავთ დღევანდელ სპეციალიზების სამინისტროს და ზოგადად ამ რეპრესიების გამტარებასაც დიდად შვიდად არ უნდა ეძინოთ ღამით, იმიტომ რომ ყველა რეჟიმმა რაღაცა პიკის შემდეგ მოიშორა და დახოცა ის ადამიანები, ვინც განადგურა ფიზიკურად, შეიძლება და აღარ იყო დახოცებული. განადგურა ფიზიკურად ისინი, ვინც ამ რეჟიმს ამყარებდნენ. ხო, ეს იყო საბჭოთა რეჟიმში, განსაკუთრებით გამოჩნდა მთელი ჩეკა და სხვა ძალოვანი მიწების ხელმძღვანელები, უბრალოდ განადგურა. და ნაქვე ხა ვეძებდი ინფორმაციას გუშინ ბაქოდან დაბრუნებულმა მიხეილ ყაველაშვილმა გვიან საღამოს მოაწერა ხელი კანონს, რომლითაც აიკრძალა გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე. ამით ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, დარტყმა მიაყენეს სამოქალაქო სექტორს, იმიტომ რომ ისინი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებზე გრანტების გაცემას არ დათანხმდებიან. რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რამდენად შეძლებს თქვენი აზრით რეჟიმი თავისი მარწუხების ბოლომდე მოჭერას? ნუ აქ გამოვლინდა რომ ერთ რუსულმა კანონმა და ერთ ფარამ, რომელიც ჯერ ძალაში არ შეცვალა, ვერ იმუშავა, ანუ ფარა ფაქტობრივად თვითონვე გაწიდეს, ჯერ კიდე ძალაში შეუსვლელი კანონი გაწიდეს თავად და აღიარეს, ეს ვერ იმუშავებს. ერთ რუსულ კანონთან დაკავშირებით ის არ არის გარეგისტრირებული და რეგისტრირებული ორგანიზაციები, ეხლა ფარა მიიღეს, რომლითაც უნდა გაეკონტროლებინათ ეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდე ძალაში შესვლამდე თქვენახევრით ადრე ვერ იქნება ის ეფექტური და არ აქვს ამის რესურსების გადაამოწვა და ამიტომ მიიღეს პირდაპირ კანონი, რომელსაც ფაქტობრივად კრიმინალიზებული გახადეს, ვახის კრიმინალიზაცია უცხოური დაფინანსებით. თუმცა ეს კანონიც როგორ იმოქმედებს და რა სახით ამოქმედება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობებს ქმნის. თუმცა ეს შედარებით უფრო რაღაცა ისეთი დიდი ბერკეტი გამოჩნდება, იმიტომ რომ თვითონ დონორები შეიძლება აღარ წავიდნენ კონსულტაციაზე ამ მიმართულებით და შედარებით მეტი საშუალება გაუჩნდეს ხელისუფლებას კონტროლს. რა თქმა უნდა, ეს მიმართული იქნება პირველ რიგში იმ ფონდების, იმ ორგანიზაციების და იმ გრანტის მიღების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით მუშაობენ კორუფციული სქემების გამოვლენაზე, რომლებიც განსაკუთრებით მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ჩვენ პრინციპში ბოლო პერიოდში თუ ნახეთ რაღაც დიდი სკანდალები
თუ რადონის და რამასაურის კორუფციულ ქსელებში არიან გახვეული ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სწორედ ამგვარი ორგანიზაციების მიერ ხდებოდა. თუმცა თავი გამოიძებნება რაღაც გზები, რომელიც ესე პირდაპირ ვერ მოსყობს. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრგან დამყარდა ამგვარი ავტორიტარული რეჟიმი. და იქ ეს პროცესები საკმაოდ დროში გაწელილი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებამ გადაწყვეტა რომ ეს ყველაფერი მოხდეს ევროჩემპიონატში დროებულ ვადებში. თუმცა მე მგონი რომ ბევრ რაღაცას ვერთხიან, განსაკუთრებით ვერ გათვალეს ის თუ რა სხვაობა აქვს, თქვათ იგივე რუსულ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებაში შორის, იგივე აზერბაიჯანსა და ქართულ საზოგადოებაში შორის. და მე იმედი მაქვს რომ ეს სხვაობა იმდენად დიდია რომ ეს მარტივად არ გავუვართ ეს რეპრესიული მექანიზმი. თუმცა ლოგიკა ძალიან გამართულად მიდის ავტორიტარიზმისკენ და რასაც გადადგამენ ძალიან ხშირად ჩვენ შეიძლება არალოგიკურად გვეჩვენება ეს სიგიჟეები ვიცილად ეს რაღაცა გაშიჭირდება და ჰიბრიდული ბრძოლა, მაგრამ ეს რეალურად ავტორიტარიზმის ლოგიკაში ძალიან კარგად ჩდება. ავტორიტარიზმის როგორც მოკლევადიან, ასევე ძველვადიან. დიდი მადლობა, ეს იყო ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი. მე აქ ხედავ ქალტანინა გამარჯობა. შეიძლება ერთხელ გამარჯობა. აქ ხედავ ქალტანინა კაკულიას და მინდა გკითხოთ ბატონი თემურ ქათამაძის შესახებ, რომელიც საექსტრადაციო პატიმრობაშია და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას 6 თვემდე გაუხანგრძლივე საექსტრადაციო პატიმრობა. ჩვენს მაყურებელს რომ უთხრათ, სიახლე რა გაქვთ, როგორ არის თავს, როგორ გრძნობს და რა მინდა გითხრათ რომ კარგად არის, აღიდგინა საკუთარი ძალების ჯანმრთელობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 48-იანი შიმშილობის შემდეგ ლიბანეთში კინაღა მოკლეს, იმიტომ რომ არასწორად წაიყვანეს მკურნალობა. აი დღეს თარნიდი მის წერილს გამოვაქვეყნებ მალე. რა იწერება? ანუ იმ პერიოდთან დაკავშირებით წერს, აი როგორ ექცეოდნენ ვივამეთში, რომ არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ, როდესაც ცუდად იყო, როდესაც არასათანადო საკვების მიწოდების ნიადაგზე ძალიან ცუდად გახდა და მორიგი ექიმი ვერ ნახეს, როდესაც სწორი ნაწილაკი დაუზიანდა და ელემენტარული მალამო არ მიაწოდეს რომ ემკურნალა და ასე შემდეგ. საკუთარი ძალებით აღიდგინა ჯანმრთელობა, ახლა კარგად არის, მხნედ არის, თუმცა ემზადება დეპორტაციის. ეს ექსტრადიცია არ არის, იმიტომ რომ თურქეთი მას არ იწვევს, ზებნაში არ არის. დეპორტაციას ელოდება, დარწმუნებული არის რომ დეპორტაცია მოხდეს და მისი ვარაუდით აუკრძალავენ სამუდამო საქართველოში შემოსვლას. დავაზუსტებ, მიგრაციის საერთაშორისო დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორშია ახლა განთავსებული და დეპორტაციის მოლოდინში თავიდან არასწორად გამოვიყენა ექსტრადიცია. ამ დეპორტაციის მოლოდინშია და 6 თვემდე გაუგრძელეს ეს დეპორტაციის წინა სადეპორტო პატიმრობა, თუ როგორც ქვია. ქონდა იმის იმედი, რომ მიენიჭებოდა ავტომობილის სტატუსი, მაინც, იმიტომ რომ თურქეთში გაცემული მისი დაკავების ბრძანება, როგორც ჩავარდა საფუძველი არ ვიცით, დასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ფარულია და მხოლოდ მინდობილობის მქონე ადვოკატს შეუძლია გაარკვიოს, თუმცა ახლა მინდობილობის გაფორმება ამ პირობებში შეუძლებელია. საფრთხე მოხდება იქ დაბრუნდება და ამას ანგარიშთავებს საქართველოს. არ მიენიჭა არც პოლიციის სტატუსი, ზედმეტია საუბარი უკვე დროებითი ბინადრობის ლიბერტაზე ან მოქალაქეობაზე, რომელიც ხუთილარზე ახლა გაგიმჟღავ. რომ არის ეთნიკურად ქართველი, შესანიშნავად ქართულ ენას, იცის ისტორია,
დიდი მადლობა, ეს ნინე კაკულია, საუბრობდა თემურ ქათამაძის შესახებ. ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქცია და დღეს არის საპროტესტო აქციის 151 დღე. თემურ ქათამაძის შესახებ ისმენდით ინფორმაციას. თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ არსებობდა მიზეზი მისი დაკავების. სწორედ ამ დღეს დააკავეს მზია ამაღლობელიც. მზია ამაღლობელი არის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი. 3 თვეზე მეტია მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. და მიუხედავად იმისა, რომ მოთხმართ იმსჯელა სასამართლომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ ვერ დაინახა, ასე ვთქვათ, დაინახა საფრთხე მზია ამაღლობელში და ის არ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობისგან. მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებები აქვს გაკეთებული არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. სულ ბოლოს Amnesty International-მა 2 დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კოკა კაციტაძეს, რომ გამოეძნებინა მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარ დაკავების შემდეგ განხორციელებული ძალადობის დეტალები კონკრეტულად დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არაერთი სამართალდარღვევა. პირველ რიგში მას არაფერს დაცვის უფლება. ადვოკატი 3 საათის განმავლობაში იდგა პოლიციის დეპარტამენტის წინ და ვერ ახერხებდა დაკავებულთან შესვლას. ამ დროის განმავლობაში, როგორც აღმოჩნდა, მზია ამაღლობელზე ძალადობდნენ პოლიციელები, კერძოდ ირაკლი დგებუაძე, რომელმაც არ მისცა წყლის დალევის საშუალებას, სახეში შეაფურთხა და რომელიც უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა დაკავებულ ქალს. მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი სინდისის პატიმარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ის არის დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, რომელიც უსამართლოდ დაატყვევა და გამოამწყვდია ციხეში ივანიშვილის რეჟიმმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის მართველები მსგავსად არ ექცევიან უდანაშაულო ადამიანებს. ივანიშვილი არის ფორმალური მმართველი დღეს ამ ქვეყნის ხელისუფლების და როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მას უწოდა, ის არის უჩინარი ხელი თუ უჩინარი კაცი დღეს სახელისუფლებო ვერტიკალში. როგორც უკვე გითხარით, 151 დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმართება უწყვეტი საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს 2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აღარ აპირებდნენ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მოჰყვა ამ პროტესტის, ასე ვთქვათ, ინიცირება, დაიწყო უწყვეტი პროტესტი და უკვე 151 დღეა ადამიანები გამოდიან ქუჩაში და იბრძვიან და იცავენ საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ბათუმელების პირდაპირი ეთერი იყო. თქვენ დღეს საშუალება გქონდათ მოგესმინათ აქ შეკრებილი რამდენიმე ადამიანისათვის. პროტესტი გრძელდება და მე ხედავ სალომე გორგილაძეს, რომელიც არის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიდი. გამარჯობა სალომე და ყველას ვეკითხები თითქმის მოტივზე
მე მახსოვს როგორ დაიწყო 28 ნოემბერს ეს პროტესტი, მაშინ იყო ბევრი ხალხი, დღეს შემცირებულია, თუმცა ჯიუტად დგანან მაინც ადამიანები, გამოდიან ყოველ საღამოს, მინიმუმ 50 ადამიანი მაინც დგას ხოლმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ამ პროტესტის მნიშვნელობაზე, თითოეული ინდივიდის ჩართულობაზე მინდა გკითხოთ დღეს. პროტესტი დაიწყო თავის დროზე ევროპის გზიდან გადახვევით და იმის მერე იმ ხელაგზა გამოვიარე და იმდენი რამე მოხდა, რომ პროტესტის მიზეზი მხოლოდ გვემატება არ გვაკლდება. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ხალხი მართლაც მოაკლდა, უბრალოდ ალბათ დაიკავნენ ეს მყისიერი საპასუხო რეაქციები დააკლდათ თუ არ ვიცი, უბრალოდ გამოიფიქნენ. თუმცა ის ხალხი ისევ აზრით დარწმუნებულია, რომ არავის არ შეუცვლია და ხალხს რაღაც ხელი წერტილი შეიქმნება და საჭიროება შეიქმნება, ისევ გამოვა, იგივე კი არა და შეიძლება მეტი რაოდენობითაც კი. მნიშვნელობა პროტესტის ვფიქრობ ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებსაც თითქოს ჩვენი არც ესმით და განუზომელი ძალაუფლების და განუზომელი ფულის გამო ჩვენ არაფერთ არ მივაჩნიოთ და ზოგადად მოსახლეობა არ მიაჩნიათ, არც მათი მხარდამჭერები, არც ჩვენ. თუმცა ალბათ თუ კი ჩვენ ვიქნებით აქ დიდხანს ვიქნებით, აი როგორც რა თქმა ხოლმე, თუ დინარის პირას დიდხანს დაჭდები, ის ერთხელაც აუცილებლად ჩამოატარებ შენი მტრის გვამს. ასე რომ შეუდრეკელობა. ეს პროტესტი გავს დინარის პირას მდგარ მოთმინებით აღჭურვას და ლოდინს. დიდი მადლობა, ეს იყო სალომე გორგილაძე, პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე. მე დღეს ამით გემშვიდობებით, როგორც გითხარით, დღევანდელი საღამოს ბოლო სიახლე იყო სანქციები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასანქცირეს 8 ქართველი პოლიციელი პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით.